პატივცემულო მეგობრებო, დღეს გახლავთ ჩვენი მე-7 შეხვედრა და ჩვენი ლექციის დღევანდელი თემა ქრონოლოგიურად მოიცავს ისევ მე-9 საუკუნეს. ანუ მე-9 საუკუნეში იმდენად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი მოვლენები ხდება იმპერიის ცხოვრებაში, რომ ამაზე უდაოდ საჭიროა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება და ორი ლექცია მიუძღვნათ ჩვენი სალექციო კურსიდან და ამაში დარწმუნებული ვარ ლექციის ბოლოს თქვენც დამეთანხმებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აი ამ მოვლენების მიმოხილვა იმისათვის რომ იმპერიაში უკვე შემდეგ 10 წლეულებში მომხდარი ამბები უკეთესად გავიგოთ. ჯერ ერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ გაავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ამ პერიოდში, ანუ მე-9 საუკუნეში ხელისუფლებაში მოდის მაკედონელთა დინასტია და მაკედონელთა დინასტია ბიზანტიის ისტორიაში ითვლება ყველაზე ბრწყინვალე დინასტიად. ყოველ შემთხვევაში ამ დინასტიამ იმპერიას არაერთი გამარჯვება და წარმატება აჩუქა და ნამდვილად მისი პრესტიჟი არნახულად გაზარდა და მისი ტერიტორიები არნახულად გააფართოვა. ბუნებრივია, აი აქედან გამომდინარე აუცილებელია აი ამ იმპერიის უკაცრავად აი ამ დინასტიის დამაარსებლის მოღვაწეობა უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ, მით უმეტეს რომ მისი მოღვაწეობა უდავოდ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ჩვენ შევჩერდით იმ ფაქტზე და იმ მოვლენაზე, როდესაც ბასილი ახორციელებს თვითონ აი ეს არის გასათვალისწინებელი მომენტიც დაუცლებად უნდა იცოდეთ რომ იმ მკვლელობას, რასაც ქვია წინა იმპერატორის და მისი მფარველის მკვლელობა, ის თვითონ თავის ხელით ახორციელებს. ანუ ეს არც არავის დაავალა, არ ვიცი შეიძლება ვერენდოვო და ვერავის მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის არნახული ფიზიკური ძალის პატრონი იყო. ფაქტია რომ აი ეს საზარელი მკვლელობა მან თვითონ განახორციელა და შესაბამისად მოგეხსენებათ რომ ეს ფაქტი იმპერიის ცხოვრებაში უკვალოდ არ ჩაივლიდა. ანუ ალბათ ყველას გაინტერესებთ რა მოყვა შედეგად ან რა რეაქცია გამოიწვია მისმა ამ საქციელმა იმპერიის პოლიტიკურ თუ ეკლესიურ წრეებში. ეხლა ის რომ ბასილი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო ერთადერთი რეალური კანდიდატი ტახტის, ანუ თანამმართველად კურთხევა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თუ მოქმედ იმპერატორს რამე მოუვა ხელისუფლება ავტომატურად გადადის თანამმართველზე. ანუ ამ მხრივ მას თავისი ხელისუფლება უზრუნველყოფილი ჰქონდა და გარანტირებულიც, მაგრამ ეხლა საინტერესოა თუ რამდენად აღიარებდნენ მისამ რეალურად არსებულ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა გაინტერესებთ ეკლესიის პოზიცია. და აი აქ პირველი რაც მოიმოქმედა ბასილმა უკვე გამოავლინა თავისი ნიჭიერება და შორსმჭვრეტელობა როგორც პოლიტიკოსმა. ანუ რა მოიმოქმედა? საპატრიარქო ტახტს ჩამოაშორა, ანუ გადააყენა პატრიარქი ფოტიოსი. რაც რას ნიშნავს, რომ შეიძლება მან ეს ნაბიჯი მოიმოქმედა არა იმიტომ, რომ ფოტისადმი რამე ჰქონდა საწინააღმდეგო პიროვნულად. როგორც ჩანს, ის საკმაოდ სიმპათიით იყო მისი პიროვნებისადმი გამსჭვალული, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ფოტის ხელახლა აღზევება, რომ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, ის დააბრუნებს ისევ მას საპატრიარქო ტახტზე. და გარდა ამისა, ფოტის ანდობს, მე ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, თავისი შვილების და ტახტის მემკვიდრეების აღზრდა განათლებას, რაც უდავოდ და თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ის ფოტის როგორც პიროვნებას პატივს მაგრამ აი ამ ნაბიჯს გადადგამს
შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე და საკმაოდ ჭკვიანური გამოდგება მისი ეს ნაბიჯი. ერთი მხრივ, ანუ ფოტის გადააყენებს გამეფებისთანავე და საპატრიარქო ტახტზე აბრუნებს ეგნატეს, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეგნატეს მეორე პატრიარქობა, ანუ ეგნატე ბრუნდება საპატრიარქო ტახტზე და ის ამ პოსტზე რჩება თავის გარდაცვალებამდე, ანუ 877 წლამდე. და ახლა აი ამ საქციელით რას იგებს ბასილი? ერთი მხრივ კონსტანტინოპოლის პატრიარქის სიჩუმეს, იმიტომ რომ ეგნატე მისი უშუალო ხელშეწყობით არის დაბრუნებული და რაღაცნაირად აი ამ საქციელში ავტომატურად მოიაზრება ის, რომ მან მძაფრი რეაქცია არ უნდა გამოხატოს იმ მეთოდებისადმი, რა მეთოდებითაც ბასილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ეს ერთი. ანუ იგებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის გულს. ან თუ გნებავთ აი ამ ფორმით ის აჩუმებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს. და მეორე, რასაც აი ამითი ნაბიჯით იგებს, არის ის, რომ ამ ნაბიჯით მან მოიგო რომის პაპის გულიც, რომლის მხარდაჭერაც და აღიარებაც მას ისე სჭირდება, ანუ ამ შემთხვევაში, როგორც არც ერთ სხვა ბიზანტიის იმპერატორს. ან პირველ რიგში, რასაც ბასილი მოიმქმედებს, ეს არის ფოტის გადაყენება, რითაც მოაგვარებს თავის პრობლემას საეკლესიო წრეებში. ანუ მისი აი ამ გადადგმული ნაბიჯით კმაყოფილია რომის პაპი და კმაყოფილია გადაყენებული და ტახტიდან ჩამოგდებული პატრიარქი და აი ამ დროს უკვე ისევ საპატრიარქო ხარის დაბრუნებული ბასილ ნაბიჯი ხერხა, ასე ვთქვათ, საეკლესიების მიჩნევა. აი ამის ფონზე უკვე სხვების თუ შეიძლება ასე ითქვას, გაჩუმება პრობლემას მისთვის აღარ წარმოადგენდა. ახლა აუცილებლად უნდა აღნიშნოთ მე-9 საუკუნეზე საუბრისას ერთი გარემოება, რომელიც შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დიპლომატიურ პოლიტიკაში ძალიან აქტიურ როლს ითამაშებს. ამ პერიოდში, ანუ ბასილის გაიმპერატორებამდე, როდესაც იმპერატორი ჯერ კიდევ მიქაელი იყო და პატრიარქი ფოტიოსი, ხდება რუსების მიერ ხელახალი თავდასხმა კონსტანტინოპოლზე. და აი ამ დროს, აი ეს იდეა ეკუთვნის ფოტიოს. ჩნდება იმპერიაში აზრი, რომ თუ ისინი მოახერხებენ აი ამ სხვადასხვა სლავური ტომების გაქრისტიანებას, არა მარტო რუსებზე იყო ამ შემთხვევაში საუბარი, არამედ ვთქვათ სერბებზე, ბულგარელებზე, მორავიის მთავარი ითხოვს მე სპეციალურ მისიას. ანუ ზოგადად თუ ისინი მოახერხებდნენ თავიანთი მეზობლების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევას, ამით ბიზანტია შეძლებდა მათ უფრო ადვილ კონტროლს იმ თვალსაზრისით, რომ მათ მოაქცევდა ბიზანტიური კულტურული და რელიგიური გავლენის ქვეშ, რაც მას, როგორც იმპერიას, გაუადვილებდა აი ამ ტერიტორიების, ახლად მოქცეული ტერიტორიების პოლიტიკურ კონტროლსაც. ეს გახდათ არაჩვეულებრივი მიგნება, რაც უკვე შემდეგ 10 წლეულებში ბიზანტიამ არაჩვეულებრივად განახორციელა და არაჩვეულებრივად გამოიყენა სწორედ იმ მიზნისთვის, რა მიზნისთვისაც თავიდან დაისახა აი ასე ვთქვათ ეს გეგმა. და ამაზე ჩვენ საუბარს განვაგრძობთ, იმიტომ რომ ეს მე-10 საუკუნის ბიზანტიის საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღება მისაქცევი მომენტია.